ესეც თებერვლის შუა რიცხვები, საკმაოდ ცივი დღეებია, ჩეხეთში ვარ. პრაღაში უნდა ჩავიდეთ, ტვირთი ჩავიტანოთ, დაპლომბილი მაქვს პრინციპი, მისაბმელი. ცოტა სულ ამინდებში ვიარეთ და კი ეთყობა. როგორი დასურველი არის მანქანა. -10-11 იყო ღამით. ეხლა მზი არის, მაგრამ -5 არის მაინც ტემპერატურა. ხო, ესეთი პარკინგი არის. აქ რომ მოვედი, ეს გადაღებული მქონდა როგორც მახსოვს წინა ეპიზოდში. ეხლა უბრალოდ გადავიხდი საფასურს აქ დგომის. სამასი კრონა ღირს, ეგრეთ წოდებული აქაური ფული არის რა ესეთი. როგორც ვიცი, შეიძლება არ სწორად ვიძახდე ახლა ამის დასახელებას ამ თანხის. 300 არის დაახლოებით 12 ევროს ეკვივალენტი. ხო, 12 евро დრო გვაქვს. პარკინგი ჩაოლებრივი. უბრალოდ სივრცე. სადაც უფასო აბაზანა, საპირფარეშო და შეგიძლია გარეცხო სარეცხი. ეს უკვე ფასიანი. მაგრამ სასწაული ფასი არ არის. ეს ამ ეტაპისთვის არის ესეთი ფასები და შეიძლება რაღაცა განსხვავებული იყოს მომავალში. ჩეხეთში ყველაზე დიდი პარკინგი რომ შემოდიხარ ეს არის რა მოკლედ. ბევრმა იცის ალბათ ამ პარკინგის შესახებ. შემოვუვაროთ ახლა ჩვენ მისაბმელს მაინც. წესით და რიგით ყველაფერი. წესრიგშია, მთავარია პლომბის კაბელი ადგილზეა. ხო. კონდენსატი სავარაუდოდ იქნებოდა მთელი ღამის განმავლობაში. რომელიც დაიყინებოდა სახურავზე. მაგრამ ამაზე უკვე ვერაფერს ვეღარ ვიზავ. იყო მომენტი, როცა ესეთი გაუწმენდავი პატარა მანქანისგან წინა საქარემინაში მომხვდა ამ კონდიციაზე საკმაოდ დიდი ყინული. მესმის სატვირთოზე ამის გაწმენდა ცოტა რთულია ტრაილერზე, მაგრამ პატარა მანქანაზე როცა არის სახურავი დათოვლილი და არ არის გადაწმენდილი, მე მგონი ეგ ცოტა ცუდია. რომელსაც წვდები ჩვეულებრივად. 2 საათის გზა მაქვს. უშუალოდ პრაღაში შევდივართ, აი ესე წმინდავს დიდი ხანი გაჩერებულ მანქანას კოლეგა. რაც ძალიან სახიფათოა სიმართლე რო გითხრათ, იმიტომ რომ პირადად გამომიცდია ეს რა და სახურავზე რომ ადიხარ თითქოს არაფერი ერთი შეხედვით, მაგრამ ძალიან სრიალებს რა. და თითქმის ვცდილობდი სულ რომ არ ამდგარიყავი ფეხზე და ისე გადმომეწმინდა მთლიანად ყინულები. სურათები მაქვს და განახებთ როგორი ყინული შეიძლება წარმოიქმნას სახურავზე ტრაილერის. 12 საათზე უნდა გავხსნას მენა და დაახლოებით 20 წუთში უკვე დავიძრები დასაცილებლად. ეს მარტივი დაცლა არის. უბრალოდ გავჩერდები რამპაზე დაცლიან. აი მე დატვირთვა გვაქვს ცოტა რთული. ესეც სმენის დასაწყისი. ყველაფერი მზად არის რომ ვიმოძრაოთ პრაღისკენ. როგორც ახლა უყურებ საცობი არ გვაქვს არანაირი, წესით და რიგით დროულად უნდა ჩავიდეთ. მაგრამ გზაზე რა მოხდება, ეგ არავინ არ იცის, იმიტომ რომ როგორც აქამდე თქვი, ჩეხეთის გზაზე, უბრალოდ პრაღის გზაზე ხშირად არის ხოლმე შეფერხებები. At the end of the road, turn left, I-253. Then, go around the roundabout and take the first step. Well, QR codes დავასკანერებთ და კარიც იღება და შეგვიძლია გავაგრძელოთ მოძრაობა. Turn left, then go around the roundabout and take the first exit.
ერთი მომენტი მინდა რომ აღვნიშნო, რაც შეიძლება წინა ვიდეოში ვთქვი. ჩეხეთში არასოდეს არ უნდა გადახვიდე გზაზე და გაიარო რისკით. ანუ თუ 1000%-იანი არ ხარ დარწმუნებული რომ უბრალოდ ან დაგითმობს, ან უბრალოდ არ შემოგივარდება ვიღაცა, ხო? არ უნდა გახვიდე. ძირითადად ყველა არა. Go around the roundabout and take the first exit. I know T&ST 13. მე რასაც ვაკვირდები. ან როგორც გერმანიაში არის, ხო, ახლა ნაკადით ავდივარ სიტყვაზე აღმართზე და ну, მოკლედ, შეიძლება შევიდე წრიულ მოძრაობაზე, ისე რომ თუ დამინახა სიტყვაზე ვიღაცა მის წრეზე მოძრაობს, შედარებით ნელა მსუბუქი ავტომობილი, მაცადოს რომ მანევრი შევასრულო. აქ გამორიცხულია ეგეთი ამბავი. ძირითად შემთხვევაში არ მაქვს საუბარი 100%-ზე, იმიტომ რომ ალბათ აქაც არის რაღაც განსხვავებული მომენტი. კი, მესმის რომ უნდა გაჩერდე და დაუთმო, როცა დათმობის ნიშანი გაქვს, მაგრამ უბრალოდ ადამიანურ ფაქტორზე მაქვს საუბარი, რომელიც უფრო ნაკლებად არის აქ. სხვა რაღაც მომენტებიც ყოფილა ისეთი შენაკადის შემოსვლის დროს ავტობანზე მქონია რამოდენიმეჯერ მომენტი, რომ უბრალოდ საერთოდ არ გაკვირდება მოძრავი მანქანა, როდესაც შემოდის ავტობანზე. თუ გაქვს მომენტი, კი, უნდა დაუთმო, ოკეი, მაგრამ თუ შენ ვერ დაინახე, შეიძლება შემოგივარდეს რა, მოკლედ უფრო მეტი ყურადღება გჭირდება ვიდრე გერმანიაში. Then take the highway. Поверните налево, потом выезжайте на автостраду. Через 200 метров Ai, ესეთ ადგილებზე выезжайте მაქვს на საუბარი. автостраду. გასახვევებზე როცა ვსაუბრობ, რომ აი ამ ადგილას გაჩერება, ну, ხდება დარწმულია თქო რომ თქვა, ძალიან ხვაღალი ნათქვამი იქნება, მაგრამ გამოუვალ სიტუაციაში შეგიძლია რომ გაჩერდე და ну, რაღაც 9 საათიანი პაუზა თქვა გააკეთო. ну, მაგრამ დღისით რო იდგე ახლა უკვე როცა პარკინგებიც არიელია, არ ამგონია რომ ნება დაგხტოს უკვე მაღაზე პოლიცია რა. იმიტომ ესე ვთქვათ, გამოვალი სიტუაციისთვის არის მხოლოდ. შეიძლება ითქვას, რომ თაკარა მზე გვაქვს, მაგრამ -2 გრადუსი არის სტაბილურად ტემპერატურა ჰაერის. -2 გრადუსი ესეთ მზეში. ესეთი თებერვალია. გვიანი ზამთარია, როგორც ვაკვირდები ევროპაში. ხო, და კიდევ ერთი მომენტი. როდესაც გამოდიხარ ავტობანზე და გადადიან მარცხენა მხარეს სატვირთოები იქნებიან თუ მსუბუქი ავტომობილები, მე მაქსიმალურად ვცდილობ ყოველთვის რომ ისეთი სიჩქარით გავიდე, კი თითქმის ნახევარი წონა მიდევს ახლა და შემეძლო რომ 90 კმ/სთ-მდე სიჩქარე განმევითარებინა, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ რომ დავამთავრებინო მანევრი, რახან გადავიდა მარცხენა ზოლში, დამით მომეს ჩემოვედი, რომ გადამასწროს და ჩადგეს და თუ ვიხვდები რომ ის ჩემზე ნელა მიდის, მე რა უკვე დავიწყებ მე გასწრებას, ხო? მე მგონი ესეთი მომენტი ძალიან მისაღებია ყველასთვის, ვინც ასწრებს და ვინც შემოდის. 78 კილომეტრი ესეც სწორ ავტობანზე უნდა ვიაროთ და პირველივე პარკინგზე უნდა შევიდე და შევიძინო გზა. იქიდან გამომდინარე რომ იმ პარკინგზე, სადაც შევდივარ ხოლმე გზის საყიდლად, გასაჩერებელი ადგილი კი არა, გასავლელი ადგილი არ იყო გუშინ რომ ჩამოვედი ჩეხეთში. ამიტომ გზის შეძენა შეგვიძლია თითქმის ყველა პარკინგზე და პარკინგზე შევალ, რომელიც შეხვდება პირველი. ბენზო გასამართიან პარკინგზე, სადაც არის მაღაზია, გადავიხდით გზას.
ისეც პარკინგთან მივედით თითქმის სულ რაღაც 1 კილომეტრი მაქვს დარჩენილი. შევალთ და ალბათ იქვე გავაჩერებ სადმე, საქარე მინა როგორ დაისვარა ამას ალბათ ყველა ხედავთ. მაგრამ ვერაფერს ვერ შველი, იმიტომ რომ სითხე რომელიც არ უნდა იყინებოდეს შუშის საწმენდად სამწუხაროდ გაიყინა, იმდენად დაბალი ტემპერატურა იყო და ვერ ვიყენებ. ასე რომ ესე მომიწევს ყურება წინა საქარე მინიდან ჯერჯერობით ეს რაღაცა მარილის მსგავსი არ ვიცი რა არის, სითხეს ასხავენ ზოგან მარილს ყრიან ამ ტექნიკურ მარილს, რომელიც ამ ყინულს და თოვლს ადნობს, მაგრამ საშინელება არის, ვისაც გამოუცდია შუშებზე, უბრალოდ თეთრდება ყველაფერი და ვეღარ ხედავ თითქმის ვერაფერს აბსოლუტურად. აი ესე საინტერესოდ დგანან შესასვლელში პირდაპირ. რას ვიზავთ, ალბათ ღამე აღარ იყო აქ ადგილი ფიზიკურად და ამიტომ ესე მოუწიოთ. გაჩერება. ამ ეტაპისთვის მე უკან მივუყენებ ამას მანქანას რა და შევალთ გზას გადავიხდით და უკვე გავაგრძელებთ მოძრაობას. წავედით მოკლედ გადავიხადეთ გზა, ვიყიდე 400 კილომეტრი დაახლოებით და ეს 400 კილომეტრი თავისუფლად მეყოფა ამ ეტაპზეც და წამოსვლის გზაზეც რა ესე და რა მარტო წამოსვლის გზაზე შემდეგ ჩამოსვლაზეც მეყოფა კიდე როგორც მე ვატყობ ეს კილომეტრაჟი. კარგი იქნებოდა რომ ეს აპარატი სადმე წერდეს, რამდენი გააქვს დარჩენილი. უბრალოდ ესეთი ფუნქცია აქვს ბოლოს 100 კილომეტრი რომ გრჩება, 100 კილომეტრი უკვე მწვანე ნიშნის მაგივრად ანათებს ყვითელი ნიშანი თვითონ აპარატზე და უკვე უნდა შეხვიდე გზის გადასახადს. Follow D8 for 49 kilometers. So 49 kilometers ესე იგი უნდა ვიაროთ და 59 კილომეტრის მერე უკვე ჩავალთ ეგრეთ წოდებულ პრაღის წრესთან. შემოვლით გზაზე, რომ პირდაპირ ქალაქი არ გავიაროთ. წავედით. ჩეხეთში პრაღასთან გვაქვს სექციური ვიდეოს კონტროლი, ანუ სიჩქარის სექციური კონტროლი უბრალოდ. საქართველოში როგორც გვაქვს ზუსტად ეგეთი ვარიანტი გვაქვს აქ. მანძილს, ზომას და მანძილის მიხედვით ადგენს სიჩქარეს. ამიტომ რადარი როცა იქნება ნიშანზე, ლიცერი ხედავს SC ეწერება, ანუ section control, მაგალითად. Через 1 километр держитесь правее. დააკვირდით, რომ მეორე რადარამდე სტაბილური სიჩქარით იაროთ, იმიტომ რომ ზომავს სიჩქარეს და იქიდან გამომდინარე დაწერს ჯარიმას თუ იქნება გადაჭარბება. After 800 meters, take the exit E55. პირდაპირ შესვლა ამ ეტაპისთვის აკრძალვა გვაქვს 6 ტონაზე და მხოლოდ მარჯვნივ შეგვიძლია წავიდეთ მანქანები, რომლებიც არ შევდივართ პრაღაში, ანუ არ ვიცლებით, ანუ Take the exit. უშუალოდ პრაღაში. Держитесь правее. ზუსტად ამას ვეძახდი მე წრიულ მოძრაობას, ანუ გარშემო შემოვლას პრაღის და Держитесь მხოლოდ და правее. მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შევიდეთ პრაღაში თუ იქ გვაქვს დაცლა დატვირთვა ან და თვითონ პოლიციამ ან რაიმე სამსახურმა მიგვითითა რომ იმ გზით უნდა წავიდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში არის უკვე გამოცდილება, თანამშრომელი დააჯარიმეს. ახასიათებს სამწუხაროდ როგორც მithქვამს აქამდე TomTom-ის ნავიგატორს ესეთი რამ, როდესაც წინ ხედავს საცობს, შეიძლება შემოგთავაზოს ალტერნატიული გზა, რომელიც გადის 12 ტონიან შეზღუდვაზე ამ შემთხვევაში პრაღის ცენტრზე. სადაც შესვლა აქ ძალია. რაც ძალიან კარგად იციან სხვათა შორის ადგილობრივმა პოლიციელებმა და ზუსტად შესვლიდან რამოდენიმე კილომეტრში დაგვდებიან და გადაგიყვანენ გზიდან და მოგცემენ უკვე ჯარიმას. ჯარიმის გადახდის შემდეგ შეგიძლია უკვე გააგრძელო მოძრაობა 12 ტონიან შეზღუდვაზე. გადახდილი გაქვს გზა ეგრე გამოდის. დაახლოებით რო ვთქვათ რა.
ხო, ნუ ასფალტის საფარს რაც შეეხება, შეამჩნევდით, რომ არ არის თლად საამაყო ამ შემოვლით გზაზე ასფალტის საფარი, მაგრამ აქაც შეიძლება ვივარაუდოთ ის, რომ ამ გზის გაკეთება შეიძლება პირდაპირ პროპორციული იყოს საშინელ საცობებთან. ამიტომ ვერ ხდება ამ After 1.2 kilometers, keep left. საფუძვლიანი გაკეთება, რომ როგორც გერმანიაში მთლიანად ერთ მონაკვეთს აიღებენ და ამას მთლიანად გამოცვლიან, ესე გააკეთონ აქ ასფალტი. მესმის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ საშინელება მოხდება ალბათ აქ. წარმოიდგინეთ, ახლა არის პირველი საათი და როგორი დატვირთული მოძრაობა არის მაინც. და აქ რომ ერთი ხაზი დაიკეტოს, ამ მთლიანად ერთი გზა დაიკეტოს და ორივე მოძრაობის After 800 meters, keep left. ნუ წარმოდგენაც არ მინდა სიმართლე რომ თქვა, ისეთი ამბავი მოხდება. ამ ეტაპისთვის, რასაც ვაკვირდები, საცობი არ გვაქვს. 37 კილომეტრი მაქვს დარჩენილი და 37 კილომეტრი 36 წუთის სავალია ჩემი ნავიგატორის მიხედვით. ნუ იმდენად არის ნავიგატორი ვიჩვეული ამ გზაზე საცობს, რომ საშუალო მაჩვენებელი ამ გზის გავლის უკვე Keep left. მეორე ზოლში რომ გასწრება არ შეიძლება რამოდენიმე ნიშანი გქონდა სატვირთოსი. მაგრამ თუ ჩეხულ ნომრებზეა სატვირთო, არ ვიცი, ალბათ ხსნილია, იმიტომ რომ ძირითადად მაინც გადიან ხოლმე გასწრებაზე. უნდა გასაკვირი იყოს. დაგვითმეს გადმოგვიდეს მარჯვენა ზოლში. აი აქ არის პირდაპირ. Bear right, E55. 90% ჯარიმა გვაქვს. საკმაოდ სოლიდური სხვადასხვა. ხო, ეს ძალიან საინტერესო ესტაკადა არის, სადაც 30 კმ/სთ გვაქვს შეზღუდვა, საიდანაც შეგვიძლია გადავხედოთ რავის სილამაზეს. და გადავდივართ E55 გზაზე, ეგრეთ წოდებულ D0 ავტობანზე. Продолжайте ехать по дороге 4 километра. საიდანაც უკვე ჩავალთ ქვემოთ, სადაც უნდა ჩავიდეთ დასაცლელად ამ ტვირთის. უბრალოდ აღარ მახსოვს. რა ქვია იმ დასახლებას? მაგრამ ამ ტვირთის ჩამოცლის შემდეგ უნდა წავიდეთ კრონოსპარი არის ესეთი კომპანია, სადაც DSP-ს ტვირთავენ, ანუ ფიცრებს, ყველაზე მეტად არ მიყვარს ეს ტვირთი. მომენტ საკმაოდ მაგრად უნდა დავაბათ, თუ წინა მხარეს ბოლომდე არ მიადგეს კედელზე. უნდა გავუკეთოთ X-ისებრი დაღმა, რომ ყისიერი მუხრუჭის დროს წინ არ წამოვიდეს ტვირთი და არ დააზიანოს ან მისაბმელი, ან თვითონ არ დაზიანდეს და მოკლედ უსაფრთხოების ნორმები. ერთი შეხედვით მარტივი ტვირთია, მაგრამ ვისაც უტარებია, დამეთანხმება, რომ საკმაოდ სახიფათო გადასაზიდია კონკრეტული ტვირთი. ამ მომენტში გვეუბნება ჩვენი ნავიგატორი, რომ მარჯვენა მხარეს უნდა გადავიდეთ მესამე ზოლში და მესამე ზოლით გავაგრძელოთ მოძრაობა გადასახვევამდე. სისულელია ჩვეულებრივი, იმიტომ რომ მესამე ზოლში ახლა რო გადავიდეთ. შევალ სადღაცას არ ვიცი რა ქვია, რაღაც სხვაგან შევალ მოკლედ, სადაც არ უნდა შევიდე. ამიტომ კარგად დავაკვირდეთ ნიშნებს, კარგად დავაკვირდეთ მონიშნებს ასფალტზე და რა ვიცი, ძალიან დაგვეხმარება. ყოველდღიურობის გამარტივებაში თავიდან როდესაც დავიწყე მუშაობა, ძალიან ვაკვირდებოდი ნავიგაციას და ნაკლებად ვაკვირდებოდი ნიშნებს. Держитесь правее. ეს უკვე პრაქტიკაში მოდის, რომ უკვე ნავიგაციაში რომ დაინახავ, რომელი ავტობანისკენ After 800 meters, take the exit, G0, Praski Okrod, then take the highway. დაბალანსებით შეძლებ მარტივად გაიგნო გზა. Take the exit, then take the highway. Держитесь правее. საკმაოდ საინტერესო გასახვევი არის აქედან, ესე იგი ხლა ისევ წრეულ მოძრაობაზე ვართ, ანუ შემოვლით გზაზე ამ პრაღის. და ესე იგი ეს მონაკვეთი კონტროლდება სექციური ვიდეო კონტროლით, სადაც 60 კმ/სთ არის სატვირთოსთვის შეზღუდვა.
მეორე და მესამე ხაზი ჩვენთვის აკრძალულია და გასახვევი არის ძალიან საინტერესოდ გაკეთებული. ნუ ალბათ თავიდან ესე დაპროექტდა და მე უბრალოდ აღარ შეცვალეს. საკმაოდ კარგად უნდა დააკვირდე, რომ სწორად გახვიდე რა, ესე მოკლედ რო ვთქვა. ნუ თქვენ თვითონაც შეხედავთ ახლა არაფერი რთული და გასაოცარი აქ არ არის, უბრალოდ მინდა რომ ვიზუალისტვის After 800 meters, take the exit 5 knot, then at the end of the road, sharp right. ისაც ჭირდება ხოლმე რა გისაულა. ის შეხედავს და მიხვდება. ნუ იდეაში შემიძლია ესე ვთქვა, რომ ეს E50, E65 გზა არის ეს, რომელიც გზას უვლის 400 метров поверните Леонард. направо. Ага. Сразу поверните направо. და ამ გზას რო გამოყვედა ნიშნებს, რაღაც გზა შემოული ისე რომ არ გაივლი ქალაქში. ესე იგი, აქ ჩამოდის მარჯვნიდან შენაკადი, რომელიც შენაკადიც ან გვითმობს, ან არ გვითმობს გზას, ამ შემთხვევაში დამითმო. Take the exit 5 knot, then at the end of the road, sharp right. და ესე იგი, ავდივარ Поверните направо. Потом поверните направо. ავტობანზე, რომლითაც გავაგრძელებთ პრაღის გარეთ მოძრაობას. ესე იგი, ჯერ ესე ამოვდივართ. მერე შევდივართ მარჯვნივ, ეს უკვე აღარ არის არც ავტობანი, არც მსგავსი Потом держитесь правее. ტიპის გზა, უბრალოდ ესტაკადა არის. გადავდივართ Keep right. ხიდზე. Держитесь правее. ამ ხიდიდან უკვე აქ ნიშნებიც გვაქვს, ბრნოსკენ მივდივართ ან ჩვენ ამ შემთხვევაში და გავდივართ ისევე მარჯვნივ, სადაც ისევე ერთი შენაკადი გვემატება და უკვე მაგისტრალია, რომელიც მიდის საით მიდის აღარ მახსოვს იმართლებლად, მაგრამ მეგონი სლოვაკეთისკენ მიდის ეს გზა უკვე რომ გავყვეთ. Follow 5 knot for 11 kilometers. 14 კილომეტრი მაქვს დარჩენილი უკვე და მივალთ დაცლის წერტილზე ჩვენს. Продолжайте ехать. Take the exit. ესეც 1 კილომეტრი გვაქვს დარჩენილი უკვე პირველ წერტილამდე, სადაც თუ ერთი უნდა მივიტანოთ. აქ ერთი ნიუანსი არის, აქამდეც მithქვამს, რომ Воспользуйтесь выездом вправо. ტრანზიტული მოძრაობის შემოღუდავ ნიშანს ხანდახან და უფრო ხშირად შეიძლება ითქვას, ტომტომი აღიქვავს, რომ საერთოდ აკრძალულია იქ შესვლა. Через 200 Амитом. метров After 200 meters, go around the roundabout and take a third exit. 101. Go around the roundabout and take a third exit. Воспользуйтесь третьим კონკრეტულად выездом. ამ შემთხვევაში ემოს გავთიშავ. გონია ჩვენს ნავიგატორს, რომ შევდივართ შეზღუდვაზე. ამიტომ არის ყოველთვის მნიშვნელოვანი, რომ გადავხედოთ დატვირთვის ან დაცლის წერტილს Google-ის Street View-ს მეშვეობით, რომ უბრალოდ ქუჩაზე ვნახოთ არის თუ არა დამატებითი აღნიშნული, რომ ტრანზიტული მოძრაობის აკრძალავია. რადგან Around the ტრანზიტი არ roundabout ვარ, and take შემიძლია the რომ first შევიდე exit. ამ 101. Ianska. Then you have reached your destination on your right. არ ვიცი რამდენად ჩანს, მაგრამ აი აქაც აწერია, რომ პირდაპირ 12 ტონაზე მეტი ტრანზიტი აკრძალულია. აბა თქვენ როგორ მოიქცევოდით ჩემს ადგილას? უწყვეტი ზოლი გვაქვს, ავარიულებით დგას ტრაილერი და ჩვენ პირდაპირ უნდა წავიდეთ. ნუ მე გადავასწრებ. მაგრამ ამ ეტაპისთვის მიდის. იგორავს. არა უშავს, ხდება ხოლმე ესეთი რაღაცეები, სავარაუდოა რომ შემოვიდა ისეთ ადგილას, სადაც არ უნდა შემოსულიყო და მეც მქონია ეგეთი მომენტი, რომ წინ არის თუ არა დასატრიალებელი ადგილი არ იცი და უბრალოდ ჩერდები და ავარიულებს თავ და ახულობ ნავიგაციაში რა შეიძლება რომ მოიმოქმედა. ამ შემთხვევაში შეუძლია წინ მოტრიალდეს, არის ამის ბევრი ვარიანტი და მესმის, როცა პირველად ხარ სადღაცას რთულია იცოდე წინ რა. რადგან არის ჩავარდნილი პლასმასში, მანქანის
მაშინ რომ არ მიმიწდება ხელი და სავარაუდოდ დავშლი ბოქსნი პლასმასაიდანაც ხმა მოდის და მოვიღებ ამ რაღაც დეტალს თორემ და მეთანხმებით არასასიამოვნო მოსასმენი არის მოძრაობის დროს რაღაცა რომ სრიალებს აქეთ-იქით პლასმასი. მე მგონი მიაგნო კოლეგამ სადაც უნდა შევიდეს. ჩვენ საქმე შევდივართ. ზუსტად რამპების წინ არის ოფისი. შევიტანთ დოკუმენტაციას, რომელიც თვერც მოყვა. სტანდარტულ პროცედურას გავივლით, მოგვიხსნიან პლომბს და უკვე დავაყენებთ მანქანას რამპაზე, სადაც თავად ჩამოწვიან ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას ამ ტვირთის დატვირთვა დაცლაში. შეგვიძლია გავაჩეროთ აქ მანქანა და ამის მერე წავიდეთ ოფისში, მაგრამ იქაც არის გასაჩერებელი და შეგვიძლია იქით გავაჩეროთ. ახლა იქ რო არ იდგეს ეს მარშრუტკა თუ სუპუკი, არ ვიცი, არის მანქანა. შევძლებდი მანდ რომ გამეჩერებინა, მაგრამ არა, ძალიან საშინელი გზა არის, მინდა ავღნიშნო. ეხლა დაждდა მანქანაზე ჩვენი კოლეგა, რამოდენიმე წამი დავაგვირდეთ, თუ უნდა გავიდეს, უბრალოდ მიუწევდა აქვე გავაჩერებ, აღარ დავიწყებ წინ ჩაყენებას. დაждდა, დაძრა. ნუ ესეთი მომენტია ხანდახან და დავაგვირდეთ ხოლმე. იქნებ რაიმე უკეთესი მომენტი გამოჩნდეს იმ წუთას. ესე გავაჩერებთ აქ. Recording complete. ისე რომ არავის არ შევუშალოთ. და შეგვიძლია წავიდეთ და შევიტანოთ უკვე CMR და დოკუმენტაცია ოფისში. დაგვიძახეს უკვე შემოიყვანე მანქანაო დაცლაზეო და ჩავაყენებ ჩვენს რამპაზე ჩვენს ტრეილერს. სამწუხაროდ გვერდით კოლეგას მანქანა დარჩა სიჩქარეში და ნეიტრალურ სიჩქარეში ვეღარ მოვდი, იმიტომ რომ ჰაერი აღარ აქვს. შევამოწმებ. მეგონი ყველაფერი კარგად არის და ჩამოვსვით უკვე ჩვენს ტვირთს. ისეც ასე. დავცალეთ ტვირთი და დავიძალით უკვე Через 200 метров. ჯიხლავა იწერება რა. აი ზუსტად ესე როგორც გესმით, მაგრამ იალავას ეძახიან მე მგონი აქ. ამიტომ თავს ვერ დავდებ როგორ ქვია ქალაქს. იმიტომ რომ შეიძლება არასწორად თქვა დასახელება. საათნახევრის გზა მაქვს დაახლოებით. დატვირთვა მაქვს საღამოს 8 საათზე როგორც თქვი. ეხლა არის 3 საათი. ვიმედოვნებ რომ 8 საათამდე დავიტვირთები და დრო მექნება რომ წამოვიდე უკან.